მადლობა ღმერთს გასული წლისთვის რომ ჩაგვამთავრებინა ამენ შეიძლება რაღაც გასაჭირი იყო ვინმეს ცხოვრებაში ვინმეს ოჯახში მაგრამ მოვედით დღემდე იმიტომ არავინ არ ვიცით ძვირფასებო რამდენ ხანს უნდა ვიყოთ კიდე აქ მაგრამ უფლის სიტყვა გვეუბნება რომ ეს ღმერთის ნების შესრულებაში უნდა განვლოთ რამდენიც არ უნდა იყოს ამიტომ კიდე ერთხელ მოგილოცავთ იმ დღესასწაულებს რომელსაც აღნიშნავს ადამიანი მაგრამ ხვდებით ალბათ რომ ეს დღესასწაული არაფერს არ ცვლის ჩვენ ცხოვრებაში უბრალოდ ხანდახან გვიწევს სარკეში ჩახედვა და ის გვეუბნება რომ რა დღესასწაულება კაცო ჭაღარა მოგემატა ნაოჭი მოგემატა წლები მოგემატა ეგრეა თუ ვინმე გაახალგაზრდავდა აქ ჰალელუია ამიტომ უფალმა გაკურთხოთ დღეს მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო მიძღვნაზე წინა კვირას ჩვენ ვილაპარაკეთ მონანიებაზე ძვირფასებო ვფიქრობ აღარ გაქვს დღეს მოსანანიებელი იმ მონანიების შემდეგ იმიტომ რომ გამოსწორდი და შეიცვალე და მოდით პირველივე მსახურება ამ 2026 წლის დავიწყოთ მიძღვნით უფლისადმი განახლებით ამ მიძღვნის შეიძლება მიძღვნილი ხარ დიდი ხანია მაგრამ მოდი კიდე ერთხელ გადავხედოთ თუ რას გულისხმობს კონკრეტულად უფალი მიძღვნაში ძვირფასებო მიძღვნა სულიერი ნაყოფის ცხადი გამომჟღავნებაა იცით ხო სულიერი ნაყოფი ცხრავე გახსოვთ ერთგულება ხო გაგიგიათ და თავშეკავება აი ამ ორის განსაკუთრებით გამოვლინება მიძღვნა თავშეკავების და ერთგულების რომ იყო მიძღვნილი უნდა იყო რაღაცისგან და ვიღაცისგან თავშეკავებული და რომ იყო მიძღვნილი უნდა იყო რაღაცისგან და რაღაცისთვის და ვიღაცისთვის ძალიან 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 სერიოზულად ერთგული მიძღვნა იმპულსია ძვირფასებო შეხსენება იმისი რომ შენ რაღაც დანიშნულება გაგაჩნია თუ ვისი კუთვნილება ხარ იმას გახსენებს მიძღვნა ძალიან კარგი შედარება აქვს უფალს გაკეთებული ეკლესიაზე სხეულთან ადამიანის და მინდა ნახოთ ეს გინახიათ ალბათ ნახეთ როგორი დაბოლოებები აქვს ამ ნეკნებს თითქოს ხელის თითებით უჭირავს შინაგანი ორგანოები გული ფილტვები კუჭი ღვიძლი რაღაც ბუშტები და ასე შემდეგ რამდენი ბუშტები გვაქვს აქ ადამიანსაც აქვს ბუშტები ძვირფასებო შიგნით ფრთხილად უნდა იყო რომ არ გასკდეს ის ძალიან არ უნდა გაბერო ხო რა სკლიცავს მას ბუშტი რითი სკდება ზედმეტი გაბერვით ან თუ რაღაც არასწორი ზეწოლა იქნება მასზე ეს გააქვთ ორგანოები თქვენ ხართ მადლიერი ორგანოების თქვენს გასაგებ ენაზე ხო გელაპარაკებით კაცო ამენ შენი ორგანოები შენდამი როგორც პატრონისადმი მიძღვნილი არიან ჰალელუია ამიტომ ეს პატრონიც ამ ორგანოებისადმი უნდა იყოს მიძღვნილი და რაში მდგომარეობს მიძღვნა რაღაცისგან უნდა იყო თავშეკავებული და უნდა იყო ერთგული მისი გონიერი პატრონი თავშეკავებულია და ერთგული იმიტომ რომ არ ტვირთავს ზედმეტად თავის ორგანოებს რომლებიც არიან მისდამი მიძღვნილი ტრადიცია თუნდაც რელიგია
აიძულებს ადამიანს რომ დაარღვიოს ეს მიძღვნა და სხვადასხვა რაღაცით არის ხოლმე დაკავებული ძვირფასებო. აი მაგალითად, მანქანის ძრავი თუ ის გაანგარიშებულია ბენზინზე, ნავთს ვერ ჩააცხავ მასში. ის მიძღვრილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს რისთვისაც არის შექმნილი. შენი ორგანოები რისთვისაც არიან შექმნილი, ის უნდა მიიღო. და მით უმეტეს, ზედმეტი კი არ ნახლები, სხვა რაღაცა განსაკუთრებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს იწვევს უკვე ადამიანის დაღუპვას უფასო. ჰალელუია! არასწორი საჭმელ-სასმელი, არასწორი ყოფაქცევა, არასწორი რეჟიმი, ზედმეტი ტვირთი ტანჯავს და ანადგურებს ამ ორგანოებს. და ისინი ვეღარ ასრულებენ იმ ფუნქციას, რისთვისაც არიან შექმნილი, იმიტომ რომ ისინი იმისთვის არიან შექმნილი, რომ იყვნენ შენი ერთგული, შენი ორგანოები შენში და იყვნენ მიძღვნილნი, ამენ, იყვნენ თავშეკავებული რაღაცის გამო. ჰალელუია! შეიძლება არ მოწონს მისი პატრონი, ვინმეს რომელიმე ორგანოს, მაგრამ ის იმდენად არის მიძღვნილი, რომ არ ტოვებს ამ ორგანიზმს. პატრონს არ ტოვებს. ყველა ორგანოს სწორად ეპყრობი? აი მაგალითად ვინც ეწევა, აზიანებს ფილტვს და გამომდინარე აბსოლუტურად ყველა ორგანოს, რომელიც ერთგულია, მიძღვნილი. გესმით? და რომ მხოლოდ აზიანებს კლავს და საბოლოო ჯამში მასთან ერთად იღუპება თავად და ყველა დანარჩენ ცოდვაზე, ახლა ბევრი რო არ ველაპარაკობთ. ამიტომ შენ უნდა იყო ერთგული შენი იმ ორგანოების, რომელიც უფალმა მოგცა. ამენ? ამენ? შენ უნდა იყო თავშეკავებული, შეიძლება ვიღაცას მოწონს რაღაც, გაქეზებს, განდომებს და გინდა შენაც. მაგრამ რომ იყო მიძღვნილი მისდამი, რათა დიდხანს გემსახუროს, უნდა იყო თავშეკავებული. ამენ? და უნდა იყო ერთგული მისი. რამდენად ხარ თავშეკავებული და ერთგული შენი ორგანოებისადმი? ისინი ხო არიან ერთგული შენი? არიან? უანგაროდ გემსახურებიან, მძიმე ჭაპანს ეწევიან. რთული მდგომარეობაა, შენ რომ რაღაცნაირად 1-2 წუთით ჩაგახედა რა ხდება შენში, ნაგანში. შეიძლება უფრო მეტ გამოცხადებებს მიიღებდი. ძალიან არაკომფორტული სიტუაციაა იქ. საშინელება. და უფალი პარალელს ავლებს. არაკომფორტული სიტუაცია იყოს შეიძლება ეკლესიაში, მაგრამ უნდა შეინარჩუნო. ერთგულება, მაინც და თავშეკავება. ამენ? ამიტომ საშინელებაა, როდესაც ადამიანი ამ ზღვარს გადადის და ამბობს, რომ აი როგორც შენ რო გითხას რომელიმე ორგანო, რომ აღარ მინდა შენთან ყოფნა რა. მე მინდა წავიდე და აი იმ პიროვნებაში ჩავსახლდე. სხვა სხეული მინდა. ესეთი აბსურდია, როდესაც ადამიანი თავის საკრებულოს ტოვებს. ამენ? დანარჩენი ამ პარალელზე შენ უნდა იფიქრო. ჰალელუია! ადამიანი პირველ რიგში უნდა უძღვნიდეს თავს უფალს. ამენ? იმიტომ რომ პატარა ასაკიდანვე, ხო, ჩვენ გამოვიარეთ ეს პროცესი, მშობლები გვასწავლიან მიძღვნას. ბაღია, სკოლა, სხვა სასწავლებელია უმაღლესი, სამუშაოა, თუ ასე შემდეგ, ჩვენ იქ ვსწავლოთ მიძღვნას თვითფასებო. ამენ? რომ ყველას ჭირდება მიძღვნილი სპეციალისტი. არავის არ უნდა ისეთი ვინც არ არის ერთგული, ამენ, და რაღაცებისგან არ იგავებს თავს. შენ თუ თავს ხარ კარგი სპეციალისტი, მაგრამ ვერ იგავებ თავს და ყოველთვის ნასვამი მიდიხარ. არ გაგაჩერებენ სამუშაოზე. ეგრეა თვითფასებო. ამენ? ჰალელუია! ამიტომ მიძღვნა უმნიშვნელოვანესია ჩვენ ცხოვრებაში. ჰალელუია! კარგით.
იესოს სახელით მოდი თხოვოთ სულიწმინდას რომ მოგვეხმაროს და არა მხოლოდ მომსმენი ვიყოთ აი ამ ქადაგების თვითფასებო შემსრულებელი გავხდეთ და გავხდეთ ისეთი მიძღვნილი რასაც ჩვენსგან ელოდება უფალი ჰალელუია რატომ დაიღუპა სამსონი თვითფასებო დარღვია მიძღვნა მოწმიდარი გაგიგონიათ ბიბლიაში ეს მიძღვნას ნიშნავს და ღმერთს დაწესებული ქონდა რიცხვში არის ეს მოცემული და საერთოდ ბიბლიაში ხშირ ბევრ ადგილზეა რომ მოწმიდარი ანუ მიძღვნილი აი რა უნდა გაეკეთებინა მას თმა არ უნდა გაეკრიჭა მკვდარს ლეშს ბძოლს არ უნდა შეხებოდა და ღვინო არ უნდა დაელია გესმით სამსონმა სამივე დაარღვია თმაც გაიკრიჭა ლეშსაც შეეხო გახსოვთ თაფლი რო ამოიღო იქიდან და ღვინოსაც სვამდა და ქეიფობდა გულაობდა კაცი ურახუნებდა ყანწებს არა იმიტომ რომ ვიღაცა მოერია მას და ღმერთი გვასწავლის რომ თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ამ მიძღვნას ვიქნებით ერთგული და თავშეკავებული ვიქნებით მუდმივად კურთხევებში და დავრჩებით კურთხეული თვითფასებო ამენ გინდა კურთხეული იყო ჰალელუია ეცეთ აი ბუხარში ნუ რაღაც სხვადასხვა სახის გასანთებელის ნაცვლად ბენზინი რო შეასხა აფეთქდება ყველაფერი ეგრეა ღუმელში რო რამდენი შემთხვევა ყოფილა ხო ღუმელში ეგ მეწოდებულ ფეთში ეგონათ რომ ან ნავთი ან სხვა რაღაცა და ბენზინი შეუსხმია და გადამწვალა ამიტომ მიძღვნა ნიშნავს რას რისთვისაც ხარ გამოყოფილი იმაში უნდა იყო და იმას უნდა ასრულებდე ჰალელუია დიდება უფალს რისთვის არის მიძღვნილი შენი სული რასზე არის ვისზე არის მიძღვნილი შენი გონება ვისადმე არის ერთგული და რისგან და ვისგან იკავებს თავს შენი სხეული შენი გრძნობები რაზეა მიძღვნილი და სავალალო რეალობაა დღეს დამდგარი თვითფასებო ადამიანი მთლიანად თავისი სული ჩვენი სხეულით იმდენად არის აი ამ ტელეფონზე მიძღვნილი მასთან ერთად იღვიძებს და მასთან ერთად იძინებს არ ტოვებს არსად გესმით როცა მიძღვნილი ხარ ღმერთზე მაშინ გიადვილდება მიძღვნა მეუღლეზე გესმით როცა ხარ მიძღვნილი უფალზე ძალიან გაგიადვილდება იყო მიძღვნილი შენს ოჯახში და შენს მეუღლეზე ეს არის უმნიშვნელოვანესი იმიტომ რომ მეუღლეობა ძვირფასებო მიძღვნა და არა ექსპერიმენტები ამენ ო მოვსინჯა მოვიყვან გავყვები თუ არ გამომადგა გავუშვებ ადამიანი რომელიც ღმერთზეა მიძღვნილი ის ოჯახში ექსპერიმენტებს არ ჩაატარებს ის მაქსიმალურად შეეცდება რომ შეინარჩუნოს ეს მიძღვნა ბეჭედი მიძღვნის ვისადმი ხარ მიძღვნილი აი ამ კუთვნილების შემხსენებელი ნიშანია ძვირფასებო იესო ქრისტეს დანიშნული ყავს ეკლესია ამენ იესო მიძღვნილია ეკლესიისადმი და ეკლესია უნდა იყოს მიძღვნილი იესოსადმი როგორ სიტყვის მეშვეობით თუ ჩვენ სიტყვის ერთგული ვართ თავს ვიკავებთ იმიტომ რომ დავიცვათ და შევასრულოთ სიტყვა მაშინ გამყარდება მიძღვნა და ვერ მოგვიახლოვდება ეშმაკი რადგანაც ის არის მტერი არ მხოლოდ მიძღვნის მთლიანად ადამიანის მოდით ნახოთ საინტერესო ილუსტრაცია ნუ სხვადასხვა რამ წერია სწორ ცოლზე თუ გინდა იყოს კეთილგონიერი მიძღვნა შენს ოჯახში
უნდა იყო პირველ რიგში ღმერთზე მიძღვნილი. პრობლემა ოჯახში, იცით საიდან იწყება ძვირფასება და დღეს ბევრია მაგალითი. ადრე იცით მხოლოდ შეიძლება რაღაც თითოეულა სადღაც გაგვეგო რომ პრობლემები შეიქმნა ამა თუ იმ ოჯახში. დღეს სერიოზული მსახურების ოჯახებში არის სერიოზული პრობლემები და ინგრევა ოჯახები. და მაინც თავი და თავი უფლის თვალსაზრისით არის ის რომ ირყევა მიძღვნა ღმერთისადმი ადამიანის. ესმით? ადამიანი თუ უფრთხილდება მიძღვნას თავის ღმერთზე, ის იქნება მიძღვნილი მეუღლისადმი. იმიტომ რომ ღმერთი ამყარებს და აძლიერებს ამ პრინციპს. მიძღვნა დამოკიდებული უნდა იყოს წმინდა წერილზე, ბიბლიაზე, ანუ ღმერთზე ძვირფასებო. ეს არის გადაჭაჭული პრინციპი და მისი დარღვევა არ შეიძლება. ამიტომ ამბობს უფალი რომ მოშორდება კაცი თავის ცოლს და მშობელს და მიეწებება ცოლს. ამენ. მიძღვნა მიწებება, მათ შორის არავინ არ უნდა იყოს. მათ გვერდით შეიძლება იყოს ყველა და უნდა იყოს. უნდა გააგრძელოს სიყვარული მშობლის, ვთქვათ, სხვა დანარჩენის დედმამიშვილის, ბებია, ბაბუა, არ ვიცი. ჩვენ ცოტა ესეთ ტრადიციულიერი ვართ. მაგრამ ცოლსა და ქმარს შორის, ამ მიძღვნას შორის არავინ არ უნდა იყოს. იქ არ უნდა ძვრებოდეს დედამთილი, მული. ამენ. იმიტომ ეს დაანგრევს, იცით, როგორც კი დაწეპებულში რაღაც შევა. პატარა ჟანგბადი, პატარა ნესტი იშლება წებო. ამენ. ჰალელუია. თუ შენ გახდები მიძღვნილი, შენი ოჯახი იქნება მიძღვნილი ღმერთისადმი. გინდა? ჰალელუია. დიდება უფალს. დიდება უფალს. ვინც ეკლესიას უორგულებს და არ იქნება თავშეკავებული, დაზიანდება. ამიტომ რომ ეკლესია, როგორც ქრისტეს სხეული არის დანიშნული იესოს მიერ. ამენ. ვინც შეინარჩუნებს მიძღვნას, ის მოხდება მარადისობაში. დიადი ქორწილით და ნეტარებით. ჰალელუია. საოცარით. ენით აუღწერელით, ამას ვერ გადმოცემს ვერავინ, მანამდე ვიდრე არ ნახავთ. ჰალელუია. მიძღვნა არ არის ერთჯერადი ძვირფასებო, ის მარადიულია. არ არსებობს ერთჯერადი მიძღვნა. არის ხო დღეს გამოსული ერთჯერადი, თქვათ, სხვადასხვა ჭურჭელი. ბევრი რამ არის ერთჯერადი. მიძღვნა არ არსებობს ერთჯერადი. ის ერთხელ ხდება და ის უნდა იყოს მარადიული, ვერაფერმა ვერ უნდა შეცვალოს ის და დააშოროს. ჩვენ უნდა ვიზრდებოდეთ მიძღვნაში. მუდმივად. დღეს უფრო ძლიერი უნდა ვიყოთ მიძღვნაში, ვიდრე ვიყავით გუშინ. და ასე თუ გავაგრძელებთ, დღითი დღე ჩვენ გავძლიერდებით ძვირფასებო. ამენ. ყოველთვის დაიკავე საქმე იმასთან, ვინც არის მიძღვნილი უფლისადმი. ვინც უფალზეა მიძღვნილი, ეკლესიაზეა მიძღვნილი, ერთობაზეა მიძღვნილი. იმასთან კონდეს საქმე არავითარ შემთხვევაში. ვინც არ უნდა იყოს, თუ გინდა ოჯახის წევრი, ერთმა თქვა, კაცის მტერი შინაურიაო, ისიც რომ იყოს, ის გააფუჭებს შენს მიძღვნას ღმერთისადმი. ყოველთვის კონდეს ჭიდრო ურთიერთობა და არ მოშორდე იმასთან, ვინც არის ღმერთზე მიძღვნილი. ეს მოგეხმარება, რომ იქორწინო იმაზე, ვინც არის ღმერთზე მიძღვნილი. ამენ. არავითარ შემთხვევაში არ იქორწინო იმაზე, ვინც არ არის ღმერთზე მიძღვნილი. თუ გინდა, რომ ღმერთი იყოს მიძღვნილი შენდამე. ამენ. ეს არის შენზე დამოკიდებული. ყოველთვის შეეცადე იყო ახლოს, თუ მეგობრობა, მეგობრო, თუ იქორწინება, იქორწინო იმაზე, ვინც არის მიძღვნილი ღმერთის სიტყვაზე და არის შემსრულებელი მისი.
მუდმივად, რომლისთვისაც პირველ ადგილზე უფალია. ამენ, ვისაც ძალიან უყვარს იესო. და არც უნდა მოთხოვო, რომ შენ უყვარდე უფრო ვიდრე იესო ქრისტე. პირველი, ვინც უნდა გიყვარდეს, როგორც მიწვნის ეს უფალია და ის მოგცემს სიყვარულს, რომ გიყვარდეს შენი მეუღლე. ჰალელუია. იესო თქვა, რომ ორ ბატონს ვერ მოემსახურები. ვერ შეძლებო. არ გაბედო არ უთქვამს. ამენ. რომც სცადო ვერ შეძლებო. ვერ მოახერხებო ამას ნიშნავს ეს სიტყვა. ვერ შეძლებ იყო მიძღვნილი იქაც და იქაც. გამორიცხულია. ამენ. იმიტომ რომ ეშმაკი ეცდება შეარყიოს მიძღვნა. როგორ? კრებულის დღეს, მსახურებების დღეს ხარ მიძღვნილი ღმერთისადმი და დანარჩენი დღე ხარ ქვეყნიერებისადმი მიძღვნილი. ეს საშინელებაა და უარესია. იმიტომ რომ ქვეყნიერება შეგაყვარებს თავს და ის შეარყევს მიძღვნას. აუცილებლად მოხდება ესე ბოლოს. იმიტომ რომ შენს სულს ანუ შენი სულიც გადაიხრება, რა თქმა უნდა, ჯერ ხორცს მოუნდება ძალიან. გრძნობები აღფრთოვანდება, რომ ისიც იყოს იმაში, მასაც ქონდეს. რეპუტაციის აწევის სიოს გამოუშვებს. სასიამოვნო სიოს ეშმაკი. რომ ძალიან ადვილად გადაგაგდოს აი ამ ბასეინში. ამენ. ამიტომ რომ ცოდვილ ნატურას ბუნებას, ხორცს ადამიანის უყვარს და ის ამაყობს. იწყებს ამ პარტავნებას, ამ მონაცემებით. პატივს მიიღებს. ეშმაკი იყენებს, ხო? არასოდეს არავის ესეთი პატივი არ მიუღია. შენთვის ხედავ, დადიხარ აქ და არავინ თბილადაც არ გესალმება. იქ ნახე როგორ პატივი მოგაგეს და ნელ-ნელა გქაჩავს. საკენკი დაგიყარეს. გესმენთ? მსხვერპლი მახეზე კი არ მიდის, საკენკზე მიდის. თუ კიდე ოქროს იყოს მახე, არ გაიკარება. და ეშმაკი უგდებს. ჯერ ერთ ვერცხლს, მერე მეორეს, მერე მესამეს. და ბოლოს 30-ს აძლევს. და გამოჭერილი ყავს ყველა. და მათ შორის ისინიც, ვინც შეიძლება შენი ოჯახიდან და შენი შვილებიდან აქ იყვნენ პატარობაში. მაგრამ ამ მახეში არიან გაბმული და სულიერად რო შეხედო ფართხალები შველას ითხოვენ. მაგრამ ხორცილად კარგად არიან კაცო. კაცი გავხდი, რაღა მინდა მაგ. რამდენი მომისმენია, რაც მოვშორდიო ამ ეკლესიას, სული ამოვიტყვი, გავმდიდრები. ბევრია ესეთი მაგალითი. ძალიან. ქვეყნიერება და მისი სიყვარული, მტრობა ღმერთის. გესმენთ? პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ უფალი ამას ამბობს, ვისაც უყვარს, ის არის მტერი. ამიტომ არ შეიყვარო. ამიტომ რა არის წუთისოფლის სიყვარული? თვალმა რა დაინახა, რა მოისმინა, რა იგემა, მოდაში რა არის და ასე შემდეგ. მიძღვნის მოდუნება და კიდე სხვა რაღაცეებმა გაანადგურა ადამი და ევა. აი მათ მიძღვნაში, პირდაპირ მიძღვნაში შეიჭრა ეშმაკი. გვახსოვს ხო? მიძღვნა ეს არის ერთგულების და თავშეკავების სინქრონი. ვიყოთ ამაზე ჩაჭიდებული. დაჭერილი გქონდეს ეს, რომ კარგად გავიგოთ ვიფასებო. ამიტომ რომ ეს ორივე არის სულის ნაყოფი და უმნიშვნელოვანესია, თუ გინდა იყო ერთგული, გინდა და იყო
და გექნება ეს ნაყოფი. ეშმაკს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი აქვს, რომ დაარღვიო ერთგულება და მოუთმენელი გახდე, აღარ იყო თავშეკავებული. შურის გამო ვერ შეიკავა თავი კაინმა და მოკლა ძმა, ყვლელობა ჩაიდინა. გესმით? პირდაპირ იქ ურტყავს ეშმაკი, ნახეთ, მერტმა თქვა არ მოკლა არავინ და მან მოკლა. უპასუხისგებლობის შიმშილის გამო ესავმა დაარღვია ეს მიწვნა, გააფუჭა. გესმით? დღეს საჭმლის გამო ადამიანი რას არ აკეთებს? ვის არ მიუძღვნის თავს? ვის არ მიელაქუცება, ოღონდ მუცელი კონდეს ავსებული? საჭმლის გამო. რომ კონდეს რაღაც, რომ კონდეს სახში ყველაფერი. ურჩობის და სიამაყის გამო საულმა გააფუჭა ეს მიზღნა. გამდიდრების გამო გეხაზმა ძვირფასებო. იონა გახსოვთ? წყენის გამო. აი კომფორტი მოაშორეს, ის აყირო გაახმო უფალმა და ეწყინა. პირდაპირ ასე წერია. არ გაეხარდა რომ ვიღაც გადარჩებოდა, მე რომ ის მტერი იყო. მტერი გიყვარდეთო, იმიტომ გვიბრძანა ღმერთმა. გესმით? წყენა ძალიან ესეთი დაფარული იარაღია ეშმაკის. და მუდმივად უშენებს მე ეშმაკი ადამიანს, კედლებს წყენის გამო. ძალიან უმნიშვნელოვანო რაღაცის. დემასმა უпростоრად ორგულობის გამო, წუთი სოფლის შეყვარების გამო მიატოვა. ძალიან სერიოზული პერსპექტივა. დაარღვია მიზღნა. ანანია და საფირამ ძვირფასებო სიცრუის გამო და ქურდობის გამო. ახეთ არიცრუ არი ქურდო, ხო ერთად არის ცნებაში. ყოველ ქურდობა სიცრუე მოყვება. ქურდობ და მე ცრუობ. ამიტომ თავს რო იმართლებ ეს სიცრუეა ღმერთის წინაშე. ანანია და საფირამ მოიპარეს, არავინ არ თხოვდა. არა ის მიიტანეს, რაც უნდა მიეტანათ, თორე ვინმეს არ უთქვავს მათთვის. და მე იცრუეს. ამიტომ სადაც ქურდობა იქ სიცრუეა, სადაც ეხები ღმერთის ფულს იქვე მატყუარაც ხარ. ამიტომ მარტო ერთი კი არ უნდა დაამარცხო, ორივე უნდა დაამარცხო. ყველაზე მდიდარი, ძლიერი და ჭკვიანი სოლომონიც კი როგორი მიზღნა ქონდა მას და თავისი თავდაჯერებულობის გამო, დაუჯერებლობის გამო დამარცხდა ძვირფასებო. პირველი მეფე და 11-4-ში. სიბერის ჟამს მოდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ და ისე სრულად მიძღვნილი აღარ იყო მისი გული. უფლის თავისი ღმერთის მიმართ, როგორც დავითის მამამისის გული. ნახე, მიძღვნა გულიდან უნდა აღმოცენდეს შენში. ღრმად უნდა ჩაუშვა ფესვები, რომ ვერანაირმა ქარტეხილებმა ვერ წააქციოს. შეიძლება და ეტალონი ყოფილიყო სოლომონი მიძღვნის და უბრძნესი კაცი, ყველაზე უგუნური სტატუსით დარჩა ისტორიაში. მუდმივად უნდა ვიყოთ მიძღვნილი, ძვირფასებო, ადვილი აქ ეხლა ვიყოთ მიძღვნილი. ეს რამოდენიმე საათი ვიდრე ვართ ეკლესიაში, მაგრამ რას აკეთებ ეკლესიის მიღმა? იქაც უნდა გააგრძელო მიძღვნა ღმერთისადმი. კატრინ კულმახს აქვს კარგი გამონათქვამი. შეუძლებელია ელოდო სულიწმინდისაგან, რომ ის მოვა შენზე და იქნება 4 საათით მსახურების დროს, თუ დანარჩენი 20 საათის განმავლობაში
ისეთ ცხოვრებას ეწევი, რომელიც ძალიან შორს არის მისდამი მიძღვნისა და სულოწმინდა იყავი ჩემთან, რატო იქნება, როდესაც დანარჩენი დრო იგნორირებ მას? გჭირდება სულიწმინდა. შენ ვერ წარმოიდგენ, რამდენად გჭირდება და საჭიროებს სულიწმინდაში. იცით, მოვა დრო ძვირფასებულო სულიწმინდა იქნება აყვანილი, დაბრუნებული მამასთან. და მაშინ დაიწყება ის არეულდარეულობები, საშინელებები. ამიტომ გვასწავლის მოციქული პავლე, რომ არ დაანაღვიანო სულიწმინდა. ესმით? ამიტომ თუ აგრძელებ მუდმივად ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში მიძღვნაში ყოფნას და სულიწმინდასთან სწორ პოზიციას, ის ყოველთვის იქნება შენთან მისი ცხებულებით. ამენ. იფიქრე ამაზე. ღმერთს თუ უძღვნი თავს, მას პირობები და ულტიმატუმი კი არ უნდა წაუყენო. მე ესე მაწყობს და ამ შემთხვევაში მოგემსახურები უფალო. აი თუ არა, თუ რაღაც ისეც მთხოვნე აქ, თქვა ლიდერის მეშვეობით, მოყვასის მეშვეობით, პასტორის მეშვეობით, არა, მაშინ მე ვერ ვიზამ რა, მაშინ მოდი არ ვიქნები. მაშინ იგერეთ დავждები და ვიქნები ჩემთვის. შენ ვის ემსახურები? უფალს თუ მე? ალო? შენ ვის უკრავ ამ პიანინოზე თუ იმაზე რა ქვია? მე მიკრავ თუ უფალს? ალო? ვის უგალობებ და უმღერი ხარ? მე მიმღერი ხარ? თუ უფალს უმღერი ხარ? რა ულტიმატუმებს აყენებ კაცო? შენ მე რაღაც ნამეტარი მომამწყდი ჩარჩოებში, მაშინ აღარ ვიქნები. შენ ვიზე ხარ მიძღვნილი? მე აღარ ვიქნები ეკლესიის წევრი? შენ ძალით არ დაგიჭირა უფალმა, რომ მიგეძღვნა თავი მისთვის და არც დაგიჭერს, თუ აღარ გინდა მიძღვნა. შენი არჩევანია, რაზეც პასუხს აგებ. ბოლოს უფლის წინაშე, ამენ? ეს რეჟიმი არ მაწყობს, ეს განრიგი არ მაწყობს. შენ თუ გჭირდები, აი ჩემი განრიგი გაითვალისწინე. სად ვნახე ბიბლიაში ესეთი შეთანხმება? წერია სადმე? იესო რას ეუბნებოდა, დღესაც წავიკითხეთ ხო გრაფიკით. მიატოვეთ თქვენი საქმიანობა მომყევით და ხალხთან მებადურად გაქცევთ. რას ამბობ იესო? რას ქვია მივატოვო? არ მიატოვეს და დაიღუპენ წარღვნაზე. აი რა არ მიატოვეს. თუ მიძღვნილი ხარ, მაშინ არც კი გაიფიქრებ მიტოვებას. ამენ? აი რომ მეცლება, მაშინ ვივლი. როცა მე მაწყობს, მაშინ შევძლებ. და ასე შემდეგ. მეძღვნა გამორიცხავს ულტიმატუმებს. იმახსოვრებ? მეძღვნა გამორიცხავს ულტიმატუმებს. იმიტომ უფალი არის იქ, სადაც მისი სახელის გამო იკრიბებია. შენ უნდა იყო იქ, სადაც უფალია, რომ გაძლიერდე მიძღვნაში. თუ გსურს, თუ არა, მაშინ ბაი. მიბრძანდით, კარები იგერ არის. და იესომ ეს უთხრა ძვირფასებო. და იცით რა უთხრეს? სად წავიდეთ, კაცო? მაშინ ვიღას მიუძღვნა თავი, როცა შენთან არის ყველაფერი. შენთან არის სიცოცხლე, სიცოცხლის სული, სიცოცხლის პური. ამენ. დიდება უფალს. ჰალელუია. ეს ჩვენ შობაზე ვიყავით ერთად და ძალიან სახალისო მომენტები იყო და იმაზე ვიცინეთ. ჰალელუია. ამიტომ უნდა იყო, როდესაც არის შეკრებები ეკლესიაში. ამენ. უნდა იყო, ხო?
ჰალელუია. მოდით ნახოთ დერეკ პრინსის ძალიან სერიოზული გამონათქვამი. ქრისტიანული ცხოვრება ეს არის უბრალოდ ესეთი მუსიკის ფონზე ტკბობა. ყოველდღიურად მიძღვნილი ქრისტიანი აღმოაჩენს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ის ვერ გაექცევა ბრძოლას. თვითფასებო მიძღვნა ომია და ბრძოლა. ამენ. მიძღვნა არ არის ესე. და კარგი მელოდია გამოუშვიავა. აი მე რომ ბურძგლავს ის მუსიკა მხოლოდ. მიძღვა არის მუდმივობა. ამენ. მიძღვნა არ არის ულტიმატუმი. მე თუ ფული მექნება მოვალ. ეს არ არის მიძღვნა ძვირფასებო. პეტრეს არ უთქვამს, აი მე კარგი შემოსავალი მაქვს და რომ გამოყვე, მე შენ არ ჩენ ჩემს ოჯახს. იცი რამდენი რამ ჭირდება ჩემს ოჯახს. შენ უზრუნველყოფ უფალო. შენ რა გონი ახლა, თუ შენ გებადება ეს კითხვა, პეტრეს არ დაებადებოდა? მომყვებით? მიძღვნა რა არის, იცი? კონკრეტულად დიახ და ამენ უფალო. ამიტომ უფალი არავის არ ტოვებს და ამას კითხვაც არ უნდა. შენი მიძღვნა არ არის საკმარისი. შვილები უნდა მიუძღვნა უფალს. ძვირფასებო ჩვენ რო ვიგებდით ჩვენი შვილების ესე ვთქვათ ჩასახვას უფლის ძალით. მე სამივე დასაწყისშივე ვიდრე დაიბადებოდნენ, გაჩნდებოდნენ მიუძღვენი უფალს. რა თქმა უნდა ეს საკმარისი არ არის. უნდა იმუშაო და შემდეგ თვითონაც უნდა იბრძოლო, იმიტომ მიძღვნა ბრძოლაა და ომია. ქვეყნიერებას კი არ მიუძღვენი, ტრადიციას კი არ მიუძღვენი, უფალს მიუძღვენი. ვისია მიძღვნილი შენი შვილები, სად დაბოდიალობენ, დახეტიალობენ. სად არიან? შენი მიძღვნა არ არის საკმარისი, შვილები უნდა იყოს მიძღვნილი და ერთად უნდა იყოს მიძღვნილი უფლისადმი. იმიტომ იმაზე დიდი ნეტარება არ არსებობს, როდესაც ერთად მიძღვნილნი ემსახურებით უფალს. და რაღაც ვერცხლს გამოკიდებული ამის გამო არ ღვევთ ამ მიძღვნას, რომ რაღაც მიიღოთ. ყელი მღვდელი გახსოვთ ძვირფასებო. თვითონ იყო მიძღვნილი და ძალიან პატივდებული მღვდელი, მაგრამ შვილები არ ყავდა მიძღვნილი და დაეღუპა. არ ეშველა მისი სულიერი თვალების გახსნას და ბიბლია გვეუბნება რომ დაბრმავდაო ბოლოს. თუ შენ ვერ ხედავ და ხარ დაბრმავებული, მაშინ უფალს უნდა თხოვო რომ აგიხილოს თვალები. რამდენად უმნიშვნელოვანესია ეს. სამუელ წინასწარმეტყველი, მამა მთავარი წინასწარმეტყველთა. შვილები არ ყავდა ისე მიძღვნილი როგორც იყო საჭირო. და დაეღუპა. დავითიც მეფეს ვიფასებო. ძლიერად მიძღვნილი. ამიტომ უნდა იყო და იფხიზლო, იბრძოლო უნდა, იმიტომ რომ მტერი ღმერთის გარეშე ძლიერია შენზე. ეშმაკი იესოს გარეშე ძლიერია შენზე და ვერ გაიმარჯვებ მასთან. მხოლოდ იესოსთან ერთად არის შესაძლებელი გამარჯვება. და რა მოვიდა მის შვილებს? და ეს მაგალითი უნდა იყოს შენთვის, რომ ვერ ხარ შენ იმათზე ძლიერი. თუ არ იქნები მიძღვნილი და არ მიუძღვნის შვილებს მათ. მიძღვნა წარმატების და გამარჯვების, კურთხევის საწინდარი და საძირკველია. საზღაური მიძღვნის წარმატება და გამარჯვება, შენი კურთხევა და წინსვლა.
ღმერთს ჭირდება მიზღვნილი ქრისტიანების ეძებს, მიზღვნილ მოსწავლეებს. არა უბრალოდ დამსწრეს, მრევლს. მიზღვნილი ჭირდება იესოს, რომ მისცეს თავისი კურთხევა, რომ აჭამოს მიწის დოვლათი. მაშინ, იცით, ყველაზე დიდი აუდიტორია იესოს ეყოლებოდა ძვირფასებო. მას, იცი, იესო არ ეძებს რაღაც განსაკუთრებული ნიჭის მქონე, დაჯილდოებულ, ნიჭიერ, ჭკვიან პროფესიონალებს. უშეცდომო არავინ არ არის. ამენ? რომელი იყო წმინდანი, რომელიც კაცად აქცია უფალმა? როგორი ხალხის გამოყენება დაიწყო იესო? ღმერთი მთელი ბიბლიის მანძილზე განმავლობაში როგორებს იყენებდა? უსუსურებს, კვლელებს. გესმით? მოსე მკვლელი იყო. კაცი მოკლა. და არ ღვია აქ თქმა. მაშინ მოქმედებდა კბილი კბილის წილ, სიკვდილი სიკვდილის წილ. და ღმერთმა გამოიყენა, რატომ? მიუძღვნა თავი. რა იყავი გუშინ დაანებე ამას თავი, დღეს მიუძღვენი თავი, რომ გამოგიყენოს უფალმა. ამენ. ღმერთის პრინციპია ძვირფასებო. თუ უძღვნი თავს, ინანიებ, როგორც წინა მსახურებაზე ჩვენ განვიხილეთ თუ რა არის მონანიება, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მტერი მისი ეს თავისუფლებაა. გონია რომ მოასწრებ და მოინანიებ. და საქმეც იმაშია რომ ვერ მოასწრებ. თუ ელოდები, როდის მოინანიო. მოусმინეთ წინა კვირის მსახურება ყურადღებით. იმიტომ ის უნდა დაიწყოს სინანულით, სინანულზე არ უნდა დამთავრდეს. სინანული უნდა გადაიზარდოს მონანიებაში, აზრის შეცვლაში, შემოტრიალებაში. დღესაც წავიკითხეთ ეს. უფალი ეძებს, მიზღვნილებს. ამენ? ამენ. რაც ხელს გიშლის მიზღვნაში და შენ მშვენივრად იცი რა გიშლის ხელს მიზღვნაში. და გღუბავს რაც ხელს გიშლის მიზღვნაში, ეს არის ყველაზე დიდი დამღუპველი შენი. ამიტომ ეხლა არ ვიცი რა ფორმულები გჭირდება. გამოითვალე, გამოიყვანე. გამოააშკარავე და მიატოვე, რაც ხელს გიშლის, ეს არის ყველაზე დიდი დამღუპველი შენი. რატომ უთხრა ძვირფასებო იესომ იმ ჭაბუკს? მასე იცით რა თქვა, ისეთი კარგი ბიჭი იყო, რომ იესო თავს შემიყვარდაო. ლამის ატირდა იესო, ისეთი ახალგაზრდა იყო. იესომ იცოდა რომ ყველაფერს აკეთებდა. და მასთან სიახლოვე კითხვა დაბადა, რომ არ არის სად რაღაც ისეთი მიზღვნა ჩემი, შენ და მიუფალო და მინდა უფრო მაგარი მიზღვნილი ვიყო და რა ვქნა ამისთვისო? და რატო უთხრა იესომ ყველაფერი გაყიდე და ღარიბებს მიეციო? ხელს უშლიდა აბსოლუტურ და სრულ მიზღვნაში ის, რაც იყო მისი სიმდიდრე. შენ თუ გინდა ბიძია რომ იყო 100%-იანი მიზღვნილი, მაშინ გაყიდე ყველაფერი. მოიშორე, მოშორდი, იმიტომ ეს ხელს გიშლის სრულ მიზღვნაში, იმიტომ არის სხვადასხვა ზოგს აგმაყოფილებს, აი ეს მიზღვნა მქონდეს და მეყოფ აი ამ საფეხურზე რა. რაც უფრო მიზღვნილი ხარ, უფრო ვლინდება ნაყოფი სულის, უფრო სულიერი ხარ, უფრო ღმერთთან ხარ ახლოს, უფრო ერთგული ხარ, ადვილად თავს იკავებ ცდუნებებზე. მოყვებით? სწავლობთ? მიუძღვენი თავი, როგორც უფალი გეუბნება, ისე კი არა, როგორც შენ გაწყობს. და ის ყველაფერს გააკეთებს ისე, რომ შენ იწყოს ხელი. ამენ? მისი ქმნილება ხარ, მან შექმნა და იცის შენი მოთხოვნილებები, გემოვნებები და ხასიათი, შენი გული. და თუ გეუბნება, ესე იგი,
შეგიძლია რომ მიუძღვნა, იმიტომ რომ გულიდან უნდა დაიწყოს ეს მიძღვნა. ჰალელუია. რაც ხელს უშლის შენს მიძღვნას დაგღუპავს. და ჯობს მოშორდე, ვიდრე დაიღუპო. იმიტომ მიძღვნა უფრო მეც მოგცემს გაცილებით. არ არსებობს ძვირფასებო, როგორც თქვი, ადამიანი, რომელიც იყოს სრულყოფილი და აი ესეც ეუბნება უფალი, რომ მომიძღვენიო თავი. მოდით, დუაით მუდის გამონათქვამი ვნახოთ. რატომ არ მიუძღვნი, რატომაც არ უნდა მიუძღვნაო შენი თავი ქრისტეს? ჯობს მიუძღვნა, იმიტომ რომ მას შეუძლია გაცილებით მეტი გაგიკეთოს, ვიდრე შენ გაუკეთებ შენს თავს. თუ მიუძღვნი. მე ახლა ჯერ ისეთი რაღაცა მაქვს ჩასამთავრებელი, ამას ვინმე ვერ გამაკეთებინებს. თვითონ თუ უფალს მიუძღვნი თავს, ვერ წარმოვიდგენ როგორ გაგიადვილდება შენი საქმე. ამენ. რაც არ უნდა გქონდეს წამოწყებული. შენ უფლის მიძღვნა პირველ ადგილზე დააყენე და ის ხელს შეგიწყობს. რატო არ უძღვნიან უფალს თავს? კაი და უფალმა თქვას, რომ მიატოვე ყველაფერი და გამომყევი. გაყიდე ყველაფერი და დაურიგე ღარიბებს. ხო და მაშინ ჩაებღაუჭე ამ დროებით, რომელიც გაიძულებს მას მიუძღვნა თავი და მის უკან ვინ არის? მატერიალიზმის უკან ვინ არის? რა თქმა უნდა ეშმაკი და მაშინ მან გიშველოს იმ ბოლო დროს. ამენ. შენ უნდა ეხვეწებოდე რომ ღმერთო მომეხმარე რომ მოგიძღვნა თავი. და რა გონია ახლა უფალი გეხვეწება? ან რა პოზიცია, რა კაცობა ესე რომ ვთქვათ რა, რომ ახვეწიებ თავს უფალს. ჰალელუია. ამენ. არ არის შენთვის და შენ სასიკეთოდ დაწერილი მთელი წერილი? თუ უბრალოდ ახლა ქადაგებისთვის რაღაცა დავწერე და გიყვები, ლექციას გიკითხავ. რისთვის ეს სიტყვა ძვირფასებო? თუ იგივე უნდა დაბრუნდე სახში. ჰალელუია. ვინც თავს მიუძღვნის უფალს, უფალი წამოწევს. მიძღვნა სიყვარულია და თავისუფლება. მიძღვნა პრობლემებისგან განთავისუფლება. ამენ. აბსოლუტური ისე რომ ვერც გაიგებ და ვერც მიხვდები. მიუძღვენი თავი. როგორც წერია, იქ იზარდე, სადაც დაგრგო ღმერთმა. მიუძღვენი თავი შენს ეკლესიას. გესმით? რას ნიშნავს მიძღვნა? აი, რო გესიზმრება ეკლესია. იმიტომ რომ ეს შენი უფლის სხეულია. ამენ. ნახეთ, კარლ გუსტავი რა კარგ რაღაცას ამბობს ვიფასებო. თუ არ შეგიძლია იყო მიძღვნილი იქ, სადაც იმყოფები, ვერ იქნები მიძღვნილი, სადაც არ უნდა წახვიდე. შენი ცვლი ადგილმდებარეობას პრობლემები თან მიგავს. ეგრეა? ესეა თუ არ არის ესე? აქ ვიღაც არ მომწონს მე. ის ძმა არ მომწონს. ეს და რაღაც მალმაცერად მიყურებს. მე ძალიან ხშირად მომყავს ეს მაგალითი ძვირფასებო. დედმამიშვილები რომ პატარობაში ერთმანეთში კინკლაობენ. ზოგს ასაკის მატემასთანაც უფრო ემატებათ ეს ჟინი, არ დათმობის. მახსოვს პატარა რომ მოვარდებოდა, ჯანდრიკო ავიწროებდა დებს და წესილი გამოიქცეოდა, გამლახაო, მომპუტაო. აი ესეთი ელოდება ახლა ჩემს რეაქციას. ხო? ახლა ვიფიქრე რა უთხრა. უთხარი გავლახო მეთქი? დედა რამხელა გაუხარდა. დიდი გიო ეთქა. და ესე კინკლაობენ მორწმუნეებიც ეკლესიებში. ის დასაჯე უნდა, ის რატო არ და იმას რატო მოეფერე? გესმით? ვიფასებო, როგორც ოჯახში ბავშვი არ ირჩევს და ეყოლება თუ ძმა,
ის უბრალოდ ღებულობს, ვისაც დაინახავს, ვინც დახვდება. ისე შენ არ ირჩევ ეკლესიაში, ვინ იქნება აქ. შენი დადაძმა, შენი ლიდერი, შენი პასტორი. ამენ? ამას მშობელი წვეთს. და შენი მოვალეობა რა არის? შეიყვარო. უთხარი შენს გვერდით ვინც ზის, უკვე შემიყვარდი სხვანაირად. ამენ. უთხარი, ამიტომ ისე მიყვარხარ. როგორ დავტოვებ ამ საკრებულოს კაცო? შენს გამო არ დავტოვებ. ამენ. ქება ჩვენს უფალს. ჰალელუია. დიდება მას. უთხარი, ეტას რომ უკრავდი, უფრო შემიყვარდი. ჰალელუია. მე შეგიყვარდით? მიყვარხართ მე თქვენ. კარგით, მოდი ნელ-ნელა წავიდეთ ძვირფასებო ახლა. დავეშვათ დასასრულისკენ. ემსახურე უფალს მთელი ოჯახით. უცნობილესი მუხლი. თუ გინდა იქ იმსახურეთ და იქ იყავით, თუ გინდა ამას ემსახურეთ. გინდა მართლმადიდებელი გახდე, გინდა კათოლიკე, გინდა ბუდისტი. იგივეა. მე და ჩემი სახლი. მე და ჩემი სახლი. მე და ჩემი სახლი. უფლის სამსახურში ვიქნები. ამენ. ჰალელუია. ძვირფასებო, იცით რა საშინელებაა? აღთქმულ მიწაზე ვერ შევიდნენ. რის გამო? რომ ემსახურებოდნენ იორდანეს გაღმა, ამორელთა ღმერთებს, იმ ღმერთებს, ამ ღმერთებს. და იესუამ თქვა, ვერაფერი ვერ გავაწყე თქვენთან. ანუ ძალიან მოკლედ და ესე ვთქვა, ჭალებში ვამბობ. კისერი გიტეხიათ რა. რა ვქნა ახლა, გეუბნებით არ გჯერავთ და რა გიყოთ? ამას ამბობს უფალი. საცხა გინდა იქცადეთ, იმიტომ ვინმე არავის არ აძალებს. ამენ. შენ უნდა ეხვეწო უფალს. მე და ჩემი სახლი უფალს მოვემსახურებით. ღმერთს უნდა რომ შენი სახლით ემსახურებოდე უფალს. ამენ. მარტო კი არ იყო აქ. ოჯახი ცოლშვილით. ამენ. ქმარშვილით. დიდება უფალს. აი რა უნდა ღმერთს? ყველათი, ვინც ყავს სახლში. ეს უნდა უთხრა ღმერთს, რომ ღმერთო მინდა რომ მთელი ჩემი სახლით გემსახურო შენ. მიუძღვენი სახლეულობა ღმერთს. ამენ. უთხარი ღმერთო, მე ჩემს სახლს გიძღვნი შენ. ჩემი ოჯახის წევრებს გიძღვნი შენ. დაიწყე, იმიტომ რომ მე ვერ გამოუგლიჯე კლანჭებიდან ეშმაკს და არ ვიცი ტრადიციას და რელიგიას და გაგებას. შენ უნდა მომეხმარო ღმერთო. ამენ. გიძღვნი მათ. ჰალელუია. 1 კორინთელთა 16-ის მე-15-ში საოცარი ადგილია ძვირფასებო. ხო და შეგაგონებთ მანო რომ ხომ იცით სტეფანეს სახლეულობა, რომელიც აქაიას პირველი ნაყოფია და რომ მათ თავიანთი თავი წმინდათა მსახურებას მიუძღვნეს. სახლი უნდა იყოს მიძღვნილი მსახურებას. ამენ. ამენ. გინდა აქ სტეფანეს ნაცვლად, მოდი შენი სახელი ჩაწერე და წაიკითხე. ჩასვი შენი სახელი სტეფანეს ნაცვლად. შეგაგონებთ თქვენ რომ დავიწყოთ ომარის სახლეულობა. სიამოვნებს? დალის სახლეულობა, ნიკას სახლეულობა, სოლომონის, ისრაელის, სერგოს, ზურაბის, აკაკის. კიდე ვის უნდა? ნანას. ვინ ჩავშვა კიდე? რიტას, დათოს. კიდე ვის უნდა? ნონას. ამენ. გინდა ძვირფასებო, აი შენი სახელი ჩასვი და აღიარე, ღმერთო, მე ვუძღვნი ჩემს სახლს, ჩემს ოჯახს, ჩემს ბავშვებს, ჩვილებს, ბადიშებს. არ ვიცი.
მაზლის შვილებს, მულის შვილებს, დის შვილებს, ვის შვილებს, ბიძაშვილებს მე ვუძღვნი. ჰალელუია. ვიფასებო აბრაამმა მიუძღვნა. არა მხოლოდ ოჯახი, შვილი მიუძღვნა ღმერთს. რა მისაძღვნელი იყო? გახსოვთ? ნოე თავისი თავი, თავისი ცხოვრება, თავისი სიცოცხლე კიდობნის შენებას მიუძღვნა. ბიბლია ამბობს 120 წელი შენდებოდაო. რამდენ რაღაცაზე უარი თქვა და მიძღვნა, გადარჩენა მოუტანა გლობალურ დაღუპვაში. მიძღვნა ყოველთვის გადარჩენით მთავრდება. მიძღვნა ხსნით მთავრდება. მიძღვნა განთავისუფლებით მთავრდება. მიძღვნა კურთხევით მთავრდება. ვინც არ მიუძღვნა თავი, შეიძლება მათგან იყვნენ მიძღვნილი, მაგრამ 100%-ით არ იყვნენ, ნაწილობრივ. ყველა დაიღუპა ძვირფასებო. რასაც უძღვნიდნენ თავს, როდესაც გამოვიდა ნოე კიდობნიდან, არაფერი აღარ იყო, რასაც უძღვნიდნენ თავს. თუ კიდე პატარა ბოსტანი ქონდეს, თავს ხო უძღვნი. რაღაცას ხო თესავ რგავ, ქსიამოვნებს. რასაც უძღვნი თავს, ისიც აღარ არის. წარმოგიდგენია? ამიტომ ჯობს იესოს მიუძღვნა თავი, იმიტომ იესო ყოველთვის არის. იყო და იქნება და თუ მიუძღვნი თავს, ის არ დაგტოვებს საჭიროებაში. ამენ. ის ყოველთვის ყველაფერს მოგცემს. ძვირფასებო, შეიძლება თქვა რომ მიუძღვნი, მაგრამ რას კაფიოდ ვერ ვხედავ ვერაფერს. რას მიუძღვნა თავი რუთმა? არაფერს. სისულელეს. ესე არ მიუტოვებია მის შილს დედამთილი. ძალით გააგდეს. ახალგაზრდა ხარო, წადი გათხოვდი ბედი ნახიო, არ არის პრობლემა. მაგრამ რუთ სხვა სული ქონდა გესმით. და რა კურთხევა მიიღო, იმიტომ რომ მიუძღვნა თავი, იმიტომ შენ რომ უფალს უძღვნი თავს, დასაწყისში ესეთ გაურკვევლობაში ხარ, სიბნელეში, არ ჩანს არაფერი, არანაირი პერსპექტივა. უნდა მიუძღვნა უფალს თავი. ამენ. და არა მხოლოდ იკურთხა, ძალიან მაგარი ოჯახით. დავითის ბებია გახდა. წარმოგიდგენია? იმიტომ რომ მიუძღვნა თავი. ჰალელუია. მიუძღვენი თავი უფალს და ყოველთვის გაიმარჯვებ. ამენ. ადრე რასაც უძღვნიდნენ თავს, თუ წყალმა წაიღო და დაიხსჯო, ცეცხლი დაწვავს. გასმით? ამიტომ როგორც დასაწყისში ვილაპარაკე ფინანსებზე, უფალს მიუძღვენი შენი ფინანსებით. იცი, ვიდრე მიუძღვნი უფალს, სხვერპს, შესაწირავს, თქვათ აძლევ მეათეც, შენი გული უნდა იყოს მიძღვნილი უფლისადმი. თორე თუ გული არ არის, რა აზრი აქვს შენს დიდ რაოდენობასაც არ აქვს აზრი, თუ შენი გული არ არის მიძღვნილი უფლისადმი. ამენ. უფალს ჯერ შენი გული ჭირდება. გული მიუძღვენი და მერე დაიწყე მიძღვნა იმისი, რასაც შენ ეს გული გეტყვის. ამენ. იმიტომ რომ უფალს ჭირდები შენ. ჰალელუია. უფალს შენ ჭირდები. მოდით ნახოთ დერეკ პრინსის ძალიან კარგი გენიალური ფრაზა. თუ თქვენ გადაწყვეტ რომ მიუძღვნათ მთლიანად თავი, თქვენი თავი უფალს, თქვენ უკვე აღარ იქნებით თქვენს თავზე მიკუთვნებული და პარალელურად და შესაბამისად თქვენი პრობლემებიც იქნება უკვე უფლის პრობლემები. ამენ. როგორ მიუძღვნა თავი ეს პრობლემები? ბიჭო, ამ პრობლემებს იესო მოგიდებს ხელს თუ შენ ხარ მიძღვნილი. ალო? იცი ხალხი დადის ეკლესიაში წლობით მიძღვნილია, მაგრამ აი პრობლემებშიც არის ჩაფლული. რატო არ აძლევ ამ პრობლემას უფალს? უთხარი უფალო ამ პრობლემებსაც გიძღვნი შენ ვერ მოვახერხერა. ჩავიქნიე ხელი უკვე პრობლემებზე, ვერ მოვაგვარე. და ამას ელოდება უფალი.
ის რაც გეტყვის იცი? გაიღვიძე პატარა. მომეცი შენი საზრუნავი. მე ზრუნა ვარ. ამენ. შენ არ იცი, არ გამოგდის, ვერ შეძლებ. და მან როგორც მოგცა ეს პრობლემა, ისე წაგართმევს. ამენ. ამენ. ჰალელუია. ამიტომ თუ შენ ხდები უფლისკუთვნილება, პრობლემიანად ხდები მისი. და უფალი პრობლემიანი არ არის, ის არ იტოვებს პრობლემას, ის აგვარებს. ამენ. შენ მოგწონს პრობლემა. მაგრამ მას არა. ჰალელუია. ჰალელუია. კარგით. ხალხი სწავლობდა უდაბნოში მიძღვნას. როგორ სწავლობდა მიძღვნას ვიფასებო? არ შეეძლო თესვა და მკა, ყიდვა და გაყიდვა. რა უნდა ეჭამა? უფალი აძლევდა. გახსოვთ? რომ წერია, რომ მოვა დრო, რომ ვერაფერს ვერ იყიდი და ვერ გაყიდიო. შეიძლება ბევრი გქონდეს, მაგრამ ვერ გაცვლე ვერაფერში. თუ შენ დღეს დაიწყებ სერიოზულ მიძღვნას, შენ ისწავლე იმ დროს, როდესაც დაიკეტება ყველაფერი, რომ უფალმა უზრუნველყოს. რომ შეიძლება გქონდეს, მაგრამ ვერ შეძლებ რომ შეცვალო, ვერ იყიდი. ძალიან ბევრი რომ გქონდეს, იმაში არავინ არაფერს არ მოგცემს. შენი კუთვნილების გამო. გესმით? ამიტომ ამისი მაგალითი არის უკვე უდაბნოში. თუ ვერ ვიყიდი და ვერ გავყიდი, როგორ ვიცხოვრო? როგორ იცხოვრეს უდაბნოში? და იქ 40 წელი ჩამდნენ საუკეთესო მწვადს და საუკეთესო პურს. ამენ. ეთო. ჰალელუია. დიდება უფალს. ხალხი უკვე მომდევნო დღესასწაულზე დაესწრება ეკლესიაში, რომ გაიგოს რა ინტრიგაა ეს. ნახეთ, დაიწყე ტალანტების ამოთხრა. დაიწყე ტალანტის ამოთხრა. ნუ ახვეწნინებ უფალს, თქვი უფალო, აი, მგონი ეს შემიძლია და თუ არა მომეხმარე ან ნებისმიერ მსახურებაში ჩამაყენე, მე მინდა გემსახურო შენ. მიუძღვენი უფალს თავი. მიუძღვენი უფალს თავი, რომ ღმერთმა მოგხედოს. ამენ. კონკრეტულად მიუძღვენი თავი. ჩემთვის თავარია მოვიდე, მეათედი გადავიხადო და წავიდე. სხვებმა გააკეთოს. სხვების მიძღვნა შენ ვერ მოგეხმარება. შენ უნდა იყო მიძღვნილი და ნუელ მიზეზები ნუ გაქვს, რომ რატო ვერ უძღვნი დღეს თავს. და არ დაამყარო იმედი, რომ ხვალე მიუძღვნი. დღეს უნდა დაიწყო მიძღვნა. ამენ. ამენ. იმიტომ ხვალე შენზე არ არის დამოკიდებული და შენ დღეს შეგიძლია რაღაცის გაკეთება. ხვალ არ იცი რა იქნება. იცი? უბრალოდ იმედი გაქვს, რომ ხვალ გაგითენდება. ეგრეა? ამიტომ დღეს მიუძღვენი თავი. ჰალელუია, კარგით. მიძღვნა ძვირფასებო რა არის? ეს არის ვიწრო გზაზე გადასვლა, ფართო გზიდან. თუ გინდა მოხდე მამასთან. მიძღვნა არის ძალიან პატარა ჭიშკარში გაძრომა. ჰალელუია. პეტრემ და პავლემ მიუძღვნეს თავი უფალს. ამენ. ამიტომ იკითხე და ილოცე. მოდი ვნახოთ. სპერჯენი რას ამბობს? ცოდვილო, შენ გჭირდება ღმერთთან მისვლა, ხოლო გზა მისკენ ქრისტეა. მიდი მასთან და უთხარი, რომ შენ ცუდად იქცეოდი, აღიარე შენი ცოდვები და მიუძღვენი მას შენი ცხოვრება. ამენ, თავი კი არა. ცხოვრება მიუძღვენი. შესახე მამა მე შევცოდე და მაპატიე ქრისტეს გულისთვის. გააკეთე მიძღვნა, მიუძღვენი უფალს თავი. ჰალელუია. ამენ. იკითხე და ილოცე ბიბლია. შეასრულე. ამენ. მარტო კითხვა არაფერი არ არის, იმდები წერია, რომ უნდა ილოცო, უნდა შესრულებელი გახდე. საქმეების 6:4.
ჩვენ კი ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი. რას უნდა მივუძღვნათ თავი? ლოცვებს, მოგეხმარება იარე ლოცვების დროს ეკლესიაში. ამენ. ლოცვითი დღე გვაქვს 4 შაბათს, მარხვით მოვდივართ, ოჯახებისთვის ლოცულობთ. იკითხე, მოგეხმარება გრაფიკი, რომ ყოველდღიურად იკითხო. 21 წელი დაიწყო ძვირფასებო. მე ბიბლიას ვკითხულობ ყოველდღე გრაფიკით და გამომდის წელიწადში წაკითხული ერთხელ ბიბლია, ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა ორჯერ. ანუ 20 ჯერ მაქვს თავიდან ბოლომდე ბიბლია წაკითხული და 40 ჯერ სახარება. უკითხველობას ხო ჯობია? ამენ. ამიტომ რეჟიმში ჩავჯექი. მე დავძლიე თავი. გავიმარჯვე ჩემს თავზე და ვაკეთებ. ო, შეიძლება იფიქრო, ეს რა ადვილია ეს. აბა რატო არ კითხულობ? ამენ. შეეცადე რომ ეს ყველაფერი გააკეთო. ამენ. მოდით ვნახოთ ერთი დეტალია ძვირფასებო. ნუ ბიბლია და ლოცვის ისა ილუსტრირება. გინდათ ღმერთი იხილოთ? ილოცეთ და იკითხეთ ბიბლია, ღვთის სიტყვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურად გამოვყოთ დრო და ის ღმერთს მიუძღვნათ, რადგან ეს ის დროა, როდესაც ჩვენს თავს ღმერთს ვუძღვნით. ზოგს დილით ურჩევნია, სხვებს საღამოს. ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ როდის გააკეთებ, მნიშვნელოვანია მუდმივად დაუთმო დრო, უფალს, მუდმივად, რაც განსაზღვრავს ღმერთთან პირად ურთიერთობას, სადაც უფალი გელის. მე დავწმუნდი გამოცდილებიდან გამომდინარე და პრაქტიკიდან, რომ დილას თუ ვერ წავიკითხე, ვერ მოვახერხე ზოგჯერ, ამიტომ ყველაზე კარგი დრო არის დილას, ვიდრე გამოხვალ გარეთ წაიკითხო ბიბლია. ამენ. ამენ. ამას წლებია, იმიტომ უფრო მეტი წელი ვარ მორწმუნე ვიდრე 20. ამას ვერ ვახერხებდი, მაგრამ როდესაც გრაფიკში ჩავჯექი და დილას ბიბლიის წაკითხვის გარეშე გარეთ არ გამოვდივარ, უკვე ამდენჯერ მოვახერხე მისი წაკითხვა ძვირფასებო. ამენ. ამიტომ შეეცადეთ რომ ეს გააკეთოთ. ჰალელუია. ლუკას 2:49 ეს ბოლო ადგილია დღეისთვის. იესო რო დაეკარგათ პატარა გახსოვთ? და რა უთხრა იცი? რატომ მეძებთ რა არ იცით რომ მე მამის სახში უნდა ვიყო? განა არ იცით რომ რაც მამა ჩემიაო, იმაში უნდა ვიყო? მიძღვნილი. როცა ადამიანს ბავშვი ეკარგება და სახში არ მოდის, ხო ურეკავს სად იყო მეზობელთან ხო არ არის, მაგრამ მიძღვნილ ბავშვს ეკლესიაში მოძებნია. ამენ. ადრე როგორ იყო ძვირფასებო? თუ არ მოვიდა ადამიანი სახში, და მილიციაში რეკავენ, საავადმყოფოში რეკავენ, მორგში ხომ არ მოხდა. ესმეთ, რომ ვერ ნახულობენ. მაგრამ თუ შენ მიძღვნილი იქნები უფლისადმი და შვილებს მიუძღვნი, შენ გეცოდინებ რომ ის ყოველთვის არის ეკლესიაში. გინდა ესე? ჰალელუია. ჯობს ცუდი სოფლისთვის მოკვდეს და იესოსთვის ცოცხლობდეს შენი შვილი. ვიდრე უფლისთვის მკვდარი იყოს და იყოს ამ გაწამაწიაში. ამენ. მიუძღვენი შენი გული. დევიდ ლევინგსტონი გახსოვთ? ჩემი გული აფრიკას ეკუთვნისო რა თქვა. ისე უყვარდა ეს მისია ძვირფასებო, რომ მოკვდა, არ გაატანეს, ბრიტანელი იყო, მისი გვამი. გესმით? და რომ თავრობა ჩაერია, რომ დაეკრძალა თავის სამშობლოში, გული ამოჭრეს და მაინც დატოვეს აფრიკაში. რომ ეს კაციო აფრიკას ეკუთვნოდაო. აი როგორი მიძღვნილი იყო. იესო შენს გულს ელოდება რომ მიუძღვნა მას. მიუძღვნი? მოდი წამოვდგეთ მაშინ.